ხო, ეს ძალიან ხშირი შეკითხვაა და ეს დგება მაშინ, როდესაც ძალიან ხშირად ჩვენ ვეუბნებით საკუთარ თავს უარს ნამდვილ ავთენტურ სურვილებზე. როდესაც დგას ბევრი არა იმაზე თუ რა მინდა მე და პრიორიტეტში ვაყენებ მშობლებს, მეგობრებს, მეზობლებს, სოციუმს და ჩემი შინაგანი ბავშვი მუდმივად მის გამოთქმულ სურვილზე იღებს პასუხს არა, ეხლა არ მცალია, ეხლა ამის დრო არ არის, მოდი სხვა დროს. და ამ შემთხვევაში ხდება ის, რომ ჩემი სუპერსონა, შინაგანი ბავშვის იკეტება, ფაქტობრივად წყვეტს ჩემთან კავშირს და რადგან შინაგანი ბავშვი არის ის, ვინც მანიფესტირებს ჩემს სურვილებს, ვინც მანიფესტირებს ჩემს იდეებს, კრეატიულობას, ვინც მიისწრაფის სიახლეებისკენ და ცვლილებებისკენ, ეს ნაწილი ჩემში ფაქტობრივად არ აღიქმება. შესაბამისად, არც ის ვიცი რა მინდა, იმიტომ რომ ბავშვთან კონტაქტი მაქვს გაწყვეტილი. ამ შემთხვევაში ამ კავშირის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ კავშირის აღდგენა პირველ რიგში ხდება იმით, რომ ვიწყებთ ყურადღების მიქცევას, სად ვეუბნებოდით ჩვენ თავს უარს, სად არ ვაპრიორიტეტებდით ჩვენს ნამდვილ სურვილებს და სად ვეწყობოდით სხვა ადამიანებს. ხშირ შემთხვევაში აღმოვაჩენთ, რომ ფაქტობრივად მთელი ცხოვრება ვაკეთებთ ამას გაუცნობიერებლად.